ღამემშვიდობისა, ბავშვებო, მე ვარ ნინო მარგველაშვილი, დღე 43. დღეს უნდა წაგიკითხოთ, არ ვიცი, თქვენ გაგიგიათ თუ არა? შეიძლება კი, შეიძლება არა, დარწმუნებული ვარ, თქვენ ოჯახის წევრებმა იციან. ნობელის პრიზი, ნობელის პრემია. ეს არის პრემიების კოლექცია, რომელიც ადამიანებს გადაეცემათ თავიანთი მიღწევებისთვის მეცნიერებაში, მედიცინაში, ლიტერატურაში და მშვიდობის დარგში. მაგრამ ყოველ წელს იმართება ეს შეხვედრები და მთელი მსოფლიოდან ჩადიან ადამიანები, შვედეთში იმართება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ჯილდო ატარებს ადამიანის სახელს და გვარს. დღეს ზუსტად ეს ადამიანი მინდა გაგაცნოთ, ალფრედ ნობელი, რომელმაც დააარსა ზუსტად ეს მშვიდობის პრიზი. და დღეს მოკლედ გავისვამთ ალფრედ ნობელს, რომელიც ასევე არის ადამიანი, რომელმაც დინამიტი გამოიგონა. წიგნის ავტორი არის კეთი ჯო ვარგინი და ილუსტრაცია ეკუთვნის ზაქარი პულენს. ეს იყო ალფრედ ნობელის შვედი. ნახოთ რა ისტორია გვაქვს. კეთი ჯო, ანუ წიგნის ავტორი, ამ წიგნს უძღვნის ყველა ბავშვს, ანუ თქვენ ყველა ბავშვს გიძღვნით, ვინც თან ატარებთ ხედვას, ოცნებას და ნებისყოფას, რომ ჩვენი სამყარო კიდევ უფრო ჭკვიანი, კიდევ უფრო ჯანმრთელი, კიდევ უფრო უსაფრთხო და კიდევ უფრო მშვიდობიანი ადგილი გახადოთ ადამიანებისთვის. თქვენ გვჭირდებით. კეთი ჯო. ხოლო ზაკმა ილუსტრატორმა თავისი ნაშრომი მიუძღვნა ყველა მასწავლებელს, რომელიც ბავშვების ცნობის მოყვარეობას უვლის, ეალერსება და ასაზრდოებს. თქვენ გეძღვნებათ ეს წიგნი. უეცრად ძალიან ძლიერი ხმა იყო ჩაქუჩის დაგდების ბუმ. გრდემლზე სითხევადი ნიტროგლიცერინის წვეთი დაეცა. გაოგნებული ალფრედ ნობელმა დაიწყო ფიქრი, როგორ გამოეყენებინა აი ამ სითხის ნიტროგლიცერინის ძალა. ამ ტიპის სითხეს აქვს საკმარისი ძალა, რომ ააფეთქოს კლდეები, სადაც ხიდები, გზები, სარკინიგზო ლიანდაგები უნდა აშენებულიყო. ამ სითხეს შეეძლო ჯარისკაცებისთვის და სამხედროებისთვის უფრო უსაფრთხო იარაღები გამოეგონებინათ. ყველაზე ხშირად დენთს ზუსტად ამ მიზეზებისთვის იყენებდნენ. მაგრამ დენთის გამოყენება არ იყო უსაფრთხო. ალფრედს უყვარდა პოეზია და ლიტერატურა, ზუსტად ისევე როგორც მეცნიერება და ქიმია. მიუხედავად იმისა, რომ იმედოვნებდა, რომ თავის ცხოვრებას მწერლობას დაუთმობდა, ძალიან მალე გააცნობიერა, რომ მწერლობა და პოეზია გვერდით უნდა გადაედო. ანუ გაგიჟდა რაღაც, მიხვდა, რომ საოცარი რაღაც შეეძლო შეექმნა და აღმოეჩინა. ალფრედმა დაიწყო ბევრი განსხვავებული გზის ცდა, როგორ შეიძლებოდა ნიტროგლიცერინის დანთება უსაფრთხოდ ცეცხლის მოკიდება. თავისი მამის და ძმების, რობერტის და ლუდვიგის დახმარებით დღე და ღამე ექსპერიმენტებს ატარებდა. ზოგჯერ მას აი ამ სითხეს დენთთან ერთად ურევდა, რომელიც უფრო მარტივს ხდიდა მის მართვას. დენთი. ალფრედი აგრძელებდა ცდებს, სანამ არ მოიგონა
ხის საცობი, რომელიც გავსებული იყო დენთით. მან ამ საცობს დაარქვა ფეთქებადი თავსახური. და ეს დაეხმარებოდა მშენებლებს, რომ ნიტროგლიცერინი უსაფრთხოდ დაენთოთ. ალფრედი კმაყოფილი იყო. წარმოიდგინეთ, რამდენს მუშრომობდა, ექსპერიმენტებს აკეთებდა, ცდებს და აი ეს მისი ჩანაწერები არის და ჩანახატები, ნახე? აი ეს, აქ ჩავსხავ ამას, ხო? ყველგან მიწერილი არას ნიშნავს, ხო? ეს დამცავი გარსი აქვს, რომ ადამიანს ხელი არ დაიწვოს და ასე შემდეგ. და უსაფრთხოდ მუშაობდა, ნახე, სათვალები უკეთია, ხო? რომ დაიწვოს თავის. დიდი დრო არ გასულა, ალფრედმა და მისმა ძმამ ემილიმ დაიწყეს უკვე ნიტროგლიცერინის დამზადება და გაყიდვა საკუთარ სამშობლოში, შვედეთში. მათ დაარქვეს აი ამ თავიანთ გამოგონებას ფეთქებადი ზეთი და სხვადასხვა ადგილებიდან უამრავი შეკვეთა მოსდიოდათ. როგორც ალფრედი იმედოვნებდა, ეს ფეთქებადი ზეთი გამოიყენებოდა გზების და რკინიგზის ლიანდაგების, ხიდების, პორტების და ქალაქების ასაშენებლად. ალფრედ ნობელი მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა. ხო, 1833 წელს დაიბადა, ხო? ანუ მაშინ ისე ჯერ კიდევ აშენებდნენ ამ ქალაქებს, ეს ამგვარად და გზებს და ხიდებს და პორტებს და ქალაქებს. ერთ დღესაც სახელოსნოში ემილი და მისი პარტნიორი ახალ ზეთს ამზადებდნენ, როდესაც რაღაცა საშინლად ცუდად წავიდა საქმე. ყველაფერი აფეთქდა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ემილი. ტრაგედიამ კიდევ ერთი რამ დაუმტკიცა ალფრედს. მან ნიტროგლიცერინი კიდევ უფრო უსაფრთხო უნდა გახადოს. და ტკივილი, რომელიც თავისი ძმის გარდაცვალებამ გამოიწვია სხვა ადამიანების, ხო? ტკივილის გამო ის დღე და ღამე აგრძელებდა მუშაობას. ზოგიერთ დღეს ძალიან სუსტად და ავად გრძნობდა თავს. სხვა დღეებში კიდევ მარტოსული და მოწყენილი იყო და არაფერი არ უნდა და სხვა, რომ ერთი სული ქონდა, რომ იქნებ გავიქცე და წიგნები წავიკითხო, ან პოეზია ვწერო. ემილის გარდაცვალებიდან 2 წელიწადში ალფრედმა ნიტროგლიცერინი ქვიშაში შეურია. ქვიშაში შერევით პატარა ფაფისებრი ესეთი მასა მიიღო, რომელიც გადაახვია და ღეროს ფორმაში. მან გაიასრა, რომ ასეთი ღეროები შეუძლიათ მშენებლებს, რომ ჩადონ ხვრელებში, მიწაში, გახვიდონ, ამას ჩადებენ და რათა აეფეთქებინათ ის ადგილი, მხოლოდ იმ ადგილას, სადაც მათ უნდოდათ. ეს ღეროები, ხო, აინთებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნებოდათ აფეთქებადი თავსახური. რაც შემდეგ ნაკლებ შესაძლებლობას აძლევდა იმას, რომ თავისით აფეთქებულიყო. ანუ ეს თავსახური თუ უკეთია, ხო, აი ამ დახვეულ ნიტროგლიცერინს ქვიშაში, ის ესე უცბად თავისით ვეღარ აფეთქდება, ხო? აუცილებელია, რომ ის თავსახური კონდეს. საბოლოო ჯამში ალფრედ ნობელმა ნიტროგლიცერინი უსაფრთხო გახადა გამოსაყენებლად. ალფრედმა თავის გამოგონებას ბერძნული სიტყვიდან დინამისი გამოიყენა, რომელიც ძალას ნიშნავს, მაგრამ მთელ მსოფლიოში ალფრედ ნობელის გამოგონებას დინამიტით იცნობენ. შესაბამისად, რადგან ამხელა გამოგონება ჰქონდა, ალფრედი ძალიან გამდიდრდა და ძალიან ცნობილი გახდა.
ყველა მიცოდა ალფრედ ნობელის და მისი დინამიტის შესახებ. ალფრედი ბედნიერი იყო თავისი წარმატებით. ყველაზე მეტად ის იმედოვნებდა, რომ მის გამოგონებას შეეძლო ომის შეჩერება და ომის თავიდან აცილება. ის ფიქრობდა, რომ თუ ადამიანებს შეეშინდებოდა დასაფეთქებლებს რამხელა ზიანი შეიძლებოდა მოეტანა, იქნებ საქმეები მშვიდობიანად მოეგვარათ ჯერ. მაგრამ ალფრედი შეცდა. ბევრ ქვეყანაში ადამიანებმა დინამიტის გამოყენება პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეს და როგორ სხვების დაზიანებით. ეს ამის გამო ალფრედი ძალიან დასევდიანდა. ერთ დღესაც საფრანგეთში, სადაც ალფრედი ცხოვრობდა, ადამიანებმა გაიღვიძეს, იმიტომ რომ გაზეთებში დიდი სათაური იყო. ალფრედ ნობელი გარდაიცვალა. გაზეთში ეწერა, რომ ალფრედ ნობელი დინამიტის მეფე გულის შეტევით გარდაიცვალა. მთელს სოფლიოში თუ მთელს საფრანგეთში ადამიანები შოკირებულები იყვნენ ამ ცნობით. მაგრამ ალფრედ ნობელზე შოკირებული არავინ იყო. თურმე მისი ძმა ლუდვიგი გარდაიცვალა და გაზეთს კიდე შეეშალა და არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. და ალფრედმა როცა წაიკითხა თავისი ნეკროლოგი, ანუ ადამიანები როდესაც გარდაიცვლებიან ხოლმე, ხშირად წერილს აგზავნიან გაზეთში, რომ სხვა ადამიანებმა წაიკითხონ რა საქმიანობდა, როგორი ცხოვრება ჰქონდა, ხო? და ასე შემდეგ. და ეს ნეკროლოგი რო წაიკითხა საკუთარ თავზე, გაიაზრა, რომ სხვა ადამიანები მას ხედავდნენ როგორც კაცს, რომელსაც თავისი სიმდიდრე მიიღო ისეთი რაღაცების გამოგონებით, რომელიც აზიანებდა და კლავდა. ანუ სულ სხვა განზრახვა ჰქონდა, ეგონა რომ მაგარი რამე გამოვიგონე, ქალაქები აშენდება. კი იცოდა რომ ადამიანები ცუდი რაღაცებისთვისაც ერთმანეთის დაზიანებისთვისაც იყენებდა, მაგრამ ეს რომ გარდაიცვალა იქ უკვე ხალხმა რომ დააწერა რომ ეს იყო დინამიტის მეფე და მის გამდიდრდა, იმიტომ რომ ადამიანები კვდებოდნენ, მიხვდა რომ ვაუ, ანუ თურმე სულ სხვანაირად აღმიქვავენ ადამიანები. და დარჩენილი დღეები, რაც მისი სიცოცხლის დარჩენილი დღეები, ძალიან დამწუხრებული და დასევდიანებული იყო. 10 დეკემბერს 1896 წელს ალფრედ ნობელი გარდაიცვალა. დიდარი, მაგრამ მარტოხელა კაცი თავის სახლში, იტალიაში. ის შემდეგ შვედეთში დაასაფლავეს. მისი მეგობრები და ოჯახი შეიკრიბნენ, რათა მოესმინათ მისი ბოლო უკანასკნელი ნება, რომ გაეგოთ, ხო, როგორც ანდერძი დატოვა ალფრედ ნობელმა. გარდა იმისა, რომ მან ნაწილი ფული თავის ახლო მეგობრებს და ნათესავებს გაუზიარა და გაუყო. აი ამ უკანასკნელ ნებაში, აი ამ წერილში ეწერა შემდეგი რამ. მთელი მისი ქონება, ალფრედ ნობელის ქონება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი იყო მთელს ევროპაში, გამოყენებული იქნებოდა ყოველწლიური ჯილდოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უდიდეს მსახურებას გაუწევდნენ კაცობრიობას. ანუ ის ყოველ წელს იქნებოდა კონკურსი, ხო? და იქ წარდგებოდნენ ადამიანები, რომელსაც ძალიან ძვირფასი, დასაფასებელი წვლილი ჰქონდა ჩეტანილი კაცობრიობაში. შეიძლება წამალი გამოიგონეს რამე, შეიძლება ომის შესაჩერებლად იშრომეს და საქმეები აკეთეს, ხო? შეიძლება ისეთი საოცარი წიგნი დაწერეს, რომელიც ადამიანების გულებს მოხვდა და კიდევ უფრო გააკეთილშობილა და კეთილგონიერი გახადა ადამიანები. ანუ წარმოიდგინე, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი იყო მთელს ევროპაში
და გარდა იმისა, რომ რაღაც თანხები დაუტოვა თავის ახლობლებს და ახლო მეგობრებს, დანარჩენი მთელი თავისი ქონება დაუთმო იმ ადამიანების წახალისებას, რომლებიც კაცობრიობის, ანუ მთელ მსოფლიოში კაცობრიობისთვის წვლილს შეიტანდა. ანუ იქნებოდა პრიზი მიღწევებისთვის ფიზიკაში, სხვა რაიმე ქიმიური აღმოჩენისთვის ან გაუმჯობესებისთვის, პრიზი ფიზიოლოგიაში ან მედიცინაში და პრიზი ლიტერატურაში. და ბოლოს იყო სპეციალური პრიზი შვიდობის დარგში. აი, ეს არის მედალი, რომელიც გადაეცემათ შვიდობის დარგში პრიზიორებს, ან მოკეთ ნობელის პრემიას ვინც მიიღებს. ხო და აი ზუსტად ამ დღეს ალფრედ ნობელი, კაცი, რომელსაც უყვარდა ლიტერატურა და პოეზია და აღმოჩენები, დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც მუდამ დაამახსოვრდებოდა ადამიანებს და ახსოვდა. ალფრედ ნობელი არის კაცი, რომელმაც დაარსა, რაც მთელ მსოფლიოში ახლა ცნობილი არის როგორც ნობელის პრემია, ნობელის პრიზი. ხო, ანუ ისეთი გიждდებოდა აღმოჩენებზე, წარმოგიდგენთ დინამიტის შექმნა, მაგრამ მე რო გაიგო, რომ რამდენი ადამიანი ზიანდებოდა, როგორი გავლენა მოახდინა ამან, ალბათ და დასევდიან და ესე იცხოვრა მე სიცოცხლის ბოლომდე, მის ანდერძში იყო ეს და დღემდე, ანუ ამდენი 2-3 საუკუნის მერე, ხო? 2 საუკუნის მერე და კიდევ დარწმუნებული ვარ, უამრავი საუკუნე ალფრედ ნობელი ცნობილი იქნება არა როგორც დინამიტის გამოგონებელი, არამედ ადამიანი, რომელმაც აი ეს პრემია და პრიზი გამოყო ყველა იმ მიღწევისთვის, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, მსოფლიოს კაცობრიობას, რომ უფრო თანამგრძნობები, უფრო გონიერები ვიყოთ. ეს თეთრი მტრედიც შვიდობის აღნიშვნელია. ეს იყო და ეს გემშვიდობებით შევხვდებით ხვალ ძილინებისა.